მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო. ეს არის ირმას ხმაურის მერვე ეპიზოდი. და მინდა გითხრათ, რომ დიდი მადლიერი ვარ ჩვენი გამომწერების. ყველაზე სასიამოვნო მომენტი არის ის, როდესაც შეკრებებზე ან ქუჩაში გვხვდებიან ხოლმე ჩვენი გამომწერები და გამოხატავენ, ესე ვთქვათ, დიდ სიყვარულს, რომ ესე ვთქვათ, სტუდია ანტიბიოტიკის უყურებენ, გამოწერილი აქვთ და ჩვენ გვისმენენ და ეს არის ძალიან დიდი мотиваცია ჩვენთვის. ამიტომ კიდევ ერთხელ გირჩევთ, ახლა ჩვენ ახალს ვერაფერს ვერ ვამბობთ, მაგრამ ვამბობთ ჩვენებურად, როგორ ჩვენ გვეხერხება, როგორ ჩვენ ვიცით იმ პრობლემებზე და იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც არის ქვეყანაში, რეგიონებში. და ამიტომ გამოიწერეთ ანტიბიოტიკის YouTube არხი, სადაც თქვენ ნახავთ ძალიან ბევრ საინტერესო სიუჟეტს, თუნდაც გურიის სოფლების პრობლემებზე, ზოგადად ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და მადლობელი ვიქნებით თუ მოგვისმენთ, რა თქმა უნდა. ეხლა რაც შეეხება ჩვენს მლანძღოლ მაგინებლებს, ჰეითერებო, ესენიც საკმაო мотиваციაა ჩვენთვის, იმიტომ რომ რაც უფრო მეტი უკურიაქცია, ლანძღვა, გინება მოდის ჩვენი მიმართულებით, ეს უტყუარი ნიშანია იმისა, რომ ტყვიაში ვაჯენთ, რომ იტყვიან. და ზოგადად ჩვენი მიზანი, თუნდაც ამ პოდკასტის იყო, რომ აი მათ ბაბლში შევსულიყავით იმ ადამიანებისთვის, ანუ თქვენთვის, მიგვეწდინა ხმა, სიმართლე, რასაც თქვენ გიმალავენ, რუსული პროპაგანდისტული არხები, ხართ მოტყუებული და ამიტომ არის თქვენი რეაქცია ასეთი მწვავე. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ თუნდაც თითეული ჩვენი ეპიზოდის შემდეგ ერთი ადამიანიც რო დავაფიქროთ, ერთი ადამიანიც რომ სწორ გზაზე დავაყენოთ, ჩავთვლით, რომ ჩვენი მისია მიღწეულია. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ Facebook გვერდზე არის ძალიან დიდი, სადაც ჩვენს ეპიზოდებს ვხვდებით, სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისათვის, არის ძალიან დიდი შემოტევა ტროლბოტების. ეს აპრობირებული ხერხია, რუსეთი ასე გვებრძვის სამოქალაქო აქტივისტებს და მინდა გითხრათ, რომ ეს ტროლბოტები არც თუ ისე ბევრი არიან, ალბათ 200-300 და ისინი ადამიანების ლანძღვაში და გაშავებაში ღებულობენ ფულს. ეხლა ადამიანი, რომელიც ამას იკადრებს, რომელიც დაცლილია ღირსებისგან და ამ ბინძურ ფულს იღებს და ასეთი სიბინძურით ცხოვრობს, რა თქმა უნდა, ეს მისი პრობლემაა. და არ შეგექმნათ ჩვენო მაყურებელო და მსმენელო წარმოდგენა იმის, რომ ისინი არიან ბევრი, ისინი არიან ძალიან ცოტა და ბევრი ხართ თქვენ, ნათელი გონების, ღირსეული და ჩვენი ერთგული ადამიანები და მადლობა ამისთვის. ზოგადად, როდესაც ადამიანებს არ აქვთ არგუმენტები იმაზე, რაზეც ჩვენ საუბრობთ და მერე ლანძღვა გინებით გვიბრუნდებიან, ეს არის მათი პრობლემა. და ჩვენ შეგუებული ვართ ამას, იმიტომ რომ კოკასაშიგან რაც ადგას, იგივე წარმოდინდებს. ეხლა კოკაში მთხრეროა ღვინო ხო არ გადმოვა, ასე რომ ეს ესეთი პრობლემაა. მაგრამ ძალიან ხშირად ჩვენი მოწინააღმდეგეები, ჰეითერები ამბობენ, რომ აუ ესენი ფულს იღებენ, ფულის გამო საუბრობენ, ფულის გამო გადიან აქციებზე, ამდენი დღეა, 253 დღეა პროტესტებენ, იბრძვიან, ალბათ ფულს ვერ წარმოუდგენია ამ კატეგორიას, რომ როგორ შეიძლება ჩვენ სამოქალაქო აქტივისტებმა სასწორზე დავდოთ ჩვენი ცხოვრება, ჩვენი უსაფრთხოება, ჩვენი კარიერა და ვიბრძოლოთ. ამიტომ ვერ გადახაშეს ეს თემა და ეხლა რაშია საქმე, უნდა გითხრათ თქვენ. ერთი მოგიყვებით, ერთი იგავს. მოკლედ, უბსკულზე იყო ხიდის ნაცვლად ხე გადებული. და ერთი კაცი გადიოდა ამ ბეწვის ხიდზე და მეორე კაცმა კითხა, როგორ გადიხარ უბსკულის თავზეო? იციო მეო იქო სასმელი წყალი მეგულებაო ჩემი ოჯახისთვისო და როდესაცო გავდივარო
ვიცი რომ სასმელი წყალი უნდა მოუტანო ჩემს ოჯახსო, რომ წყურვილით არ დაიხჩოსო. კი მაგრამ როგორ ახერხებ ამასო და მერე უკარო ბრუნდებიო ერთი სული მაქვსო ეს სასმელი წყალი ჩემს ოჯახს მიუტანო და ნახო ისინიო და კი მაგრამ მე როგორ დავამარცხო ეს შიში უფსკულზე ბეწვის ხიძე როგორ გავიაროო და როცა აუცილებლობა და გაუსაძლისი საჭიროება შენ უკვე გავიწყდება შიში და გავიწყდება ის რომ უფსკულის თავზე ბეწვის ხიდზე გადიხარო. სწორედ ასეა ქართველი ერის ის ნაწილი, რომელიც გავდივართ ამ ბეწვის ხიდს, რადგან ჩვენი აუცილებლობა არის ის რომ ქვეყანა დავიხსნათ იზოლაციისაგან, რუსული ოკუპაციისაგან, ქვეყანა დავიხსნათ დიქტატურისგან, ამიტომ ჩვენ გვავიწყდება ის რომ უფსკულის თავზე ბეწვის ხიდზე გავდივართ. და თუ ამას შეიგნებთ, ამ იგავის დედა აზრს მიხვდებით, რატომ ვიბრძვით ჩვენ და უღალავად და ვიბრძოლებთ ბოლომდე. ქვეყანაში დამყარებული არის პოლიციური რეჟიმი. რა არის პოლიციური რეჟიმი? სხვათა შორის ძალიან საყვარელი სახელი ეს პოლისიდან მოდის, ძველი ბერძნულიდან, და ზოგადად პოლისის მმართველებს, კეთილმმართველებს უწოდებდნენ და ისინი თავიანთი აბსოლუტური, ესე ვთქვათ, ძალაუფლების კომპენსაციის მიზნით ადამიანების კეთილდღეობაზე სრულავდნენ. მაგრამ მერე უკვე ეს პოლიციური რეჟიმი ჩამოყალიბდა მთელ მსოფლიოში ზოგიერთ ქვეყნებში და ისინი ებრძვიან დემოკრატიას. პოლიციური რეჟიმის დროს ხელისუფლება ცდილობს თავისი ადმინისტრაციული რესურსებით სრულ კონტროლში ყავდეს საზოგადოება და ამის ესე ვთქვათ კლასიკური მაგალითებია საბჭოთა კავშირი, გერმანიაში ფაშისტები 30-იან წლებში გასული საუკუნის, ჩრდილოეთ კორეა და ჩინეთი, სადაც მხოლოდ კომუნისტური პარტიაა, ყველა სხვა პარტია იგრძალებოდა, თქვენ წარმოიდგინეთ შეზღუდვები და ცენზურა არის Facebook-ზეც. სუსტად იგივე მყარდება საქართველოში, სადაც პოლიციური რეჟიმით ხელისუფლება, რუსული ხელისუფლება ცდილობს ჩაახშოს სამოქალაქო აქტივიზმი. იმიტომ ყავს ჩვენ 64 სინდისის პატიმარი და კიდევ ვის რა გველოდება კაცმა არ იცის, დაერივნენ მედია საშუალებებს, დაერივნენ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ანუ იმ ფენას, ვინც იბრძვის დემოკრატიის შენარჩუნებისას, ვინც არ აწყობს ამ ხელისუფლებას. მზია მაღლობელი, მზიამ სილა გააწნა რეჟიმს. და ამიტომ მისი გაუტეხელობით და მისი შეუდრეკილობით მან ძალიან დიდი, ესე ვთქვათ, დამარცხება მოუტანა ამ ეტაპზე რუსულ რეჟიმს ქვეყანაში. ამიტომ ზუსტ ის, ესე ვთქვათ, ოცნების ერთგულ მიმდევარებს და საშინელ კომენტარებს წერენ. მზია ხომ უდანაშაულოა. ჟურნალისტ ქალს დედას აგინებს პოლიციის ერთ-ერთი, ესე ვთქვათ, ჩინოვნიკი. და მან ინსტინქტურად სილა გააწნა. ვინმე რომ დედა შემაგინოს, სილას გავაწნიდი, არა დედას უტირებ. და ასე ხართ თქვენც ყველანი, ხო, დედის გინებაზე. და ეს იყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელიც რამდენიმე თვიან პატიმრობას ან ფულად ჯარიმას ითვალისწინებდა და სისხლის სამართლის დანაშაულზე აიყვანეს. რატომ? იმიტომ რომ ქვეყანაში არის პოლიციური რეჟიმი და ჟურნალისტი ქალი ამისთვის დასაჯეს. და შემდეგ კრებითი რეჟიმის უღირსი სახეთ გებუაძე აფურთხებს დაკავებულ მზია მაღლობელს და საპირპარეშოში შესვლის უფლებას არ აძლევს. პროტესტის ფონზე რეჟიმი შეშინდა და მხოლოდ 2 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა მზიას, მაგრამ იმისთვისაც ვიბრძოლებთ, რომ ესეც არ იყოს, ხო? ეს 2 წელიც არ იყოს. ავიღოთ მეორე кейსი. ნინო, მასწავლებელი ქალი, რომელზეც მანდატურმა იძალა და დაიჭირეს. დაჭერის პროცესში გუშინ მზიამ თქვა, ნინომ თქვა სასამართლო პროცესზე, ტელეფონი წაართვეს, არ მისცეს უფლება დაერეკა შვილთან, არ მისცეს უფლება დაერეკა ადვოკატთან. დაცინვით ექცეოდნენ, ეღლაბუცებოდნენ პოლიციელები. პოლიციაში მიყვანის შემდეგ ქალი გააშიშვეს. ხალხნო, წარმოიდგინეთ, ყველა თქვენთაგანმა რა გაიარა
ნინო დათაშვილმა. და ქალი, რომელსაც ურთულესი ოპერაცია აქვს ხერხემლის მასწავლებელ ქალს გადატანილი, ელოდება გარეთ აბიტურიენტის შვილი, ქალი, რომელიც მასზე იძალადეს და თვითონ დაიჭირეს და ტირისო, აბა იცინოს. წარმოიდგინეთ თქვენ და ცდილობენ მის გიჟად მონათვლას. ასე ებრძოდნენ აქტივისტებს საბჭოთა კავშირში სტალინის რეპრესიული პერიოდის დროს. მესამე кейსი, გიორგი ახობაძე, ექიმ კაცს, რომელიც აქტიურობდა აქციების დროზე და ყველას ბევრ რაღაცებს ასწავლიდა ნარკოტიკი ჩაუდეს. და 7 თვე თავისუფლება წაართვეს. ავამტყოფით დედას ვერ მოუარა, დედა გარდაეცვალა. და 7 თვის შემდეგ იმდენად თეთრი ძაფით შეკერილი საქმე იყო, ვერ გააშავეს და გაათავისუფლეს. მაგრამ ვინ არის პასუხისმგებელი ჩამდებ პოლიციელებზე? ვინ არის პასუხისმგებელი ცრუმოწმოებზე? არავინ, ხო? და ყველაფერი ეს ხდება ჩვენს თვალწინ, არ ვიბრძოლოთ? და ის 64 პატიმარი რო ყავს, ისინიც ესე უკანონო პატიმრები არიან. ჩვენ არ გავჩერდებით, იმიტომ რომ ახალგაზრდა თაობა და ის ადამიანები, ვინც ვიბრძვით, ძალიან დიდი მასა საქართველოში არ გავჩერდებით, იმიტომ რომ ჩვენ არ გვინდა დავბრუნდეთ ბნელ საბჭოთა კავშირში, სტალინის რეპრესიებში. იმიტომ რომ ქვეყანა უნდა წავიდეს წინ და ერთ მუჭა მილიარდელების და მილიონრების დასაქცევი ქვეყანა ჩვენ არ გვაქვს და არც გვექნება. ეხლა როგორ გატყუებს პროპაგანდა თქვენ? იცით რომ არც ერთი ნორმალური ცივილური ქვეყანა ხელისუფლების წარმომადგენლებს არ ხვდება და ფაქტიურად ბოიკოტი გამოუცხადეს და კობაღიძე ჩასულა კონფერენციაზე, უზღვო ქვეყნების კონფერენციაზე და გამოჯგიმეს ეს ფოტო. ეს როგორი თემა იცი, ვინც ხომ ჩამოგვართვა ხელიო, ეს რომ გაჩვენონ თქვენ. ალბათ შეიძლება ამ ტემპით თუ გააგრძელენ, შეიძლება ჩემი მეგობარი წერდა მელოტი, ესე ვთქვათ, ქვეყნის წარმომადგენლებს შეხვდეს კობახიძე. პროპაგანდა მუშაობს ასე. როგორც საბჭოთა კავშირში იყო ზიმბაბვე და ის კამბოჯადან და ისე რო ჩამოდიოდნენ, ცივილიზებურ სამყაროსთან კავშირი არ იყო. ესე მუშაობს პროპაგანდა, რომ ესე ვთქვათ, დაგანახოთ თქვენ, რომ ვიღაცას კი ვჭირდებით, ხე რუსულ ბარბარიზმს ვიტყვი. როგორი თემა იცი? სამ მной, სამ შანაევ სპალ. დაახლოებით ესეთი თემა. და მეორე, რა შვება ჩვენი მეზობელი ქვეყნები? სომხეთი და აზერბაიჯანი, მე მგონი დღეს ტრამპს ხვდება ვაშინგტონში, სამშვიდობო ხელშეკრულებას ხელს მოაწერენ და არ დაგავიწყდეთ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიიღო სამხრეთ კავკასიის, ესე ვთქვათ, სატრანზიტო გზის, ესე ვთქვათ, მართვის ექსკლუზიური უფლება და სომხეთმა და აზერბაიჯანმა გვაჯობა. და ამ დროს საქართველოს სად არის? რუსეთის უკანალში. ხო და იძახეთ ახლა ქალია, კაცია და აბა მიგინდა? მიხვდით როგორ აქცევენ ქვეყანას? გადავიდეთ რეგიონებზე. რეგიონები და კლანური მმართველობა. მაგრამ სანამ ამას დავიწყებდე, მოდი ესეთი ფრაზები, რომელიც ძალიან ყოველდღიური და ყოფითია ჩვენთვის. აფთიაქში. იცით რა, მეტი ფული არ მაქვს და თუ შეიძლება 3 დღის აბი მომეცით, 3 დღის წამალი. ხელფასი ავიღე, მაგრამ ყველა ბანკმა წაიღო, რა ვქნა, წერითი ვარჩინო, ოჯახი არ ვიცი. იცი რა, ექიმთან მისვლა მინდა ანალიზების აღება ძალიან მიჭირს, მაგრამ ანალიზების და წამლის ფული არ მაქვს. ეს სახლი ვერ გადავხურეთ და ისევ აწვიმს. როდის ვიყიდით და შევაგროვებთ ჩვენს სახურავის ფულს. ცოლშვილი ვერ გავუშვი დასასვენებლად, იმიტომ რომ ფული არ მაქვს. წავიდე, უნდა საცხა გევიქცე, გადევიკარგო, რომ 2 კაპიკი გავაკეთო საზღვარგარეთ. ჩვენი რეალობა და ამ დროს რა ხდება რეგიონებში და ზოგადად ქვეყანაში. 25 წელია ქვეყანას მართავს კლანები. კლანი არის ესეთი ერთმუჭად შეკრული თემი, რომელიც აკონტროლებს ყველას და ინარჩუნებს სტაბილობას. კლანები სასამართლოში, კლანები ბიზნესში და კლანები თვითმმართველობებში. ეხლა გურის მაგალითზეც და ყველა ესე ვთქვათ რეგიონის მაგალითზე დააკვირდით
რომ ყველა თანამდებობის პირი, საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს წევრები, მერის მოადგილეები, როგორ აგროვებენ ქონებას და არიან თუ არა ესე თქო შემდეგ თანამდებობებზე, იმდენი ქონება აქვთ აგროვილი, რომ მთელი ცხოვრება ჭამენ. ჩვენს ბიუჯეტს ხრავენ. ჩემს და თქვენს გადასახადებიდან შედგენილ ბიუჯეტს. და რას ნიშნავს კლანური მმართველობა? ბიზნესმა ფული უნდა მიიტანოს, იმიტომ რომ ესე ვთქვათ, თავი არსებობს. რაც შეეხება მერობის კანდიდატად, მხოლოდ ისეთ კანდიდატს დაასახელებენ, ვინც ფულის გადახდა იცის და ფულის გაყოფა იცის. მერე ეს კლანები ცდილობენ, რომ ტენდერებია საკუთარ სამეგობროს კლანის წევრებს ან საახლობლოს მოაგებინონ. ეხლა რა მნიშვნელობა აქვს იმან იცის თუ არა ქსის დაგება იმ კომპანიამ თუ იცის მშენებლობის შენობის აშენება, არა აქვს ნიშნობა. თავარია მისი კლანის წევრია და ფულს მიიტანს, წილს მიიტანს. შემდეგ ტენდერებზე ვისაუბრეთ, პროექტებიც ასევე. ეხლა ეს ოზურგეთის ყმადაღებული კუბოები 2 მილიონი რომ დაჯდა, მისი ესე ვთქვათ დადგმაც და აღებაც, იქაც ის კუბოებიც ესე ვთქვათ იმ კომპანიამ გადაამზადა ის ხეხილიც, ის მცენარეებიც იმან მიიტანა და ის პროექტიც იმან გააკეთა, ვინც მერიას აწყობდა. უკანონო მშენებლობები ბახმაროზე გაკეთდა ჩოხატაურის ჩინოვნიკები. კარიერებზე ნებართვა. დინარები რო აუხრებულია ლიცენზიებზე რო ნებართვას ხელი მოაწეროს ადგილობრივ თვითმმართველობამ, დაახლოებით 4 წლის წინ 30,000 დოლარი იღებდა ეს ხელწერა. ეხლა გაიზრდებოდა. ჰესებია თუ რამე ხდება, სადაც ფული კეთდება, ყველაფერი წილში არიან. ესე კლანები ლამაზად დათმობენ ამას. ხოლო ის კატეგორია ეხლა რომ მიყურებთ სკოლის დირექტორები, IP-ის თანამშრომლები, რო გამოვარდებით ხოლმე არჩევნების წინ პერიოდში და აგიტაცია პროპაგანდაზე, აი ასეთ ბინძურ კლანებს, კორუფციულ გარიგებებს ახალისებთ ქვეყანაში და ხელს უწყობთ. იცი რამას რატო აკეთებთ? ოღონდ თქვენ იყოთ ხელშეუხებელი, ოღონდ თქვენ იყოთ მაცხარი და თქვენი ოჯახი იყოს მაცხარი. მაგრამ თქვენ შვილებზე თქვენ არ ფიქრობთ. იმიტომ რომ ყველა პარლამენტარის შვილი, ყველა დიდი თანამდებობის შვილი, ყველა საზღვარგარეთაა დაბადებული, ან საზღვარგარეთ ღებულობს პრესტიჟულ უნივერსიტეტებში განათლებას. იმათ თავიანთი შვილებისთვის უნდა ეს, მაგრამ თქვენ რა გინდა თქვენი შვილებისთვის? დიქტატურული, დამყაყებული, რუსეთის ჭაობად ქცეული, დაქცეული ქვეყანა. ამაზე არ გიფიქრიათ? არ გიფიქრიათ, იმიტომ რომ თავარია თქვენ იყოთ მაცხარი და კმაყოფილი საკუთარ გეჰენიაში, თორე თუნდაც დაქცეულა ქვეყანა და ის კატეგორია, ვინც ვიბრძვით და ვებრძვით ამ უსამართლობას, გვერდში დგომას ვინ ამბობს, თქვენ სამარცხვინოთ 2 კაპიკის გულისთვის დარბი ხართ წინა საარჩევნოდ და ქვეყნის დაქცევას უწყობთ ხელს. და რაც ყველაზე მთავარია, ის ხალხი, ვისაც წამნის ფული არ გაქვთ, კორნალობის ფული არ გაქვთ, ბანკში მიდის თქვენი ყველა შემოსავალი, სამსახური არ გაქვთ და გარბი ხართ, რატომ აძლევთ ამ კლანებს ხმას? რატომ აძლევთ ამ გაბაგინებულ, ესე ვთქვათ, დიდრებს ხმას? გაგაშტერეს და იმიტომ ასე მუშაობს რუსული პროპაგანდა. იმ ტოც იჭრით, რომელსაც იხართ. და ჩვენ ოდესაც ამ სიმართლეს გეუბნებით, თქვენ ჩვენ გვაწყავთ, მადლობა უნდა გითხრათ ხალხო, მადლობა უნდა უთხრათ ყველა იმ ადამიანს, ვინც ხმაურობს, ვინც იბრძვის საკუთარი სიცოცხლის და რისკის ფასად. მადლობა, არათუ ლაძღვა. როდესაც პროტესტი არის, დამყრობელი ვერ დაგიმონებს. და ისე ვერ შეკრის სახლებში, როგორც ეს რუსეთში მოხდა, როგორც ეს ჩინეთშია და სხვა პოლიციური რეჟიმის მქონე ქვეყნებში. ჩვენ ამ ბრძოლას გავაგრძელებთ და პროტესტი აუცილებლად დადებს შედეგს. და მე ბოლოს მინდა ოპტიმიზმი, გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს. ჩვენ გავივლით უბსკულზე ამ ბეწვის ხიდს. ქარს თუ ხედავ, იძვრის, მივხვდი, რომ ეს არის ნიშანი იმისა, რომ ქარებს ყავს ქარის გადამრეკავი. და ყველა ის ადამიანი, ვინც დღეს იბრძვის, იმ საშინელი ქარის გადამრეკავია, რომელიც ჩემს საყვარელ ქვეყანას
დაატყდა თავს. ვიბრძოლოთ ბოლომდე, ვიყოთ ერთად, ჩვენი ერთიანობის და გაუტეხელობის რეჟიმს ეშინიათ და დედ დავუტიროთ. ბრძოლა ბოლომდე. მიყვარხარ.